სამალავი? შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით დააკავეს პირი, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დაეხმარა. გამოძიების ინფორმაციით 2024 წლის დეკემბრის თვეში დაკავებულ პირს დაუკავშირდა მისი მეგობარი და როგორც მის სანდო პირს გარკვეული საკითხის მოგვარება შესთავაზა, რომლის სანაცვლოდაც ის შესაბამის თანხას მიიღებდა. აქ იყო ჩამალული. რა ადგილზე გაუჩერე მანქანა, სანამ შეხვდები საბაჟოზე. სადახმე თვითონ შესაძლოა. იქამდე რომელ სავარძელზე იჯდა, წინ იჯდა უკან? შიგნიდან გადავიდა? შიგნიდან გამოვიდა. როცა გავიარეთ, მე უთხარი დაუძახე რომ გავერთხე და ხიზერო ვიყავი, ისე შიგნიდან გააღო და გადმოდი და ეს უკან ვარცხი. და მე უკვე გადახდით. ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ერევნის საერთაშორისო აეროპორტში მისვლის შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილმა დაკავებულ პირს მოსთხოვა დაებრუნებინა სატელეფონო მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ისინი ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ. გადასცემას დაპირებული თანხა და ურჩია, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე ქვეყანა დაეტოვებინა. სამართალდამცველების მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მიმდინარე წლის 5 მარტს, მაშინ როდესაც ის სარფის გავლით ცდილობდა ქვეყნის დატოვებას, შეაჩერეს შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, რის შემდგომაც იგი დააკავეს. შრეკის შედეგად სამართალდამცველების მიერ ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, $3,800, $525 და 66,000 სომხური დრამი.